დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მოამბე პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს ქუთაისიდან, იმ ისტორიული ქალაქიდან, რომელიც მალე საპარლამენტო დედაქალაქი და ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი გახდება. აქ რამდენიმე საათში საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა. მოამბე 12-ზე, 4-ზე და 8-ზე ეთერში ერთდროულად გავა ორი ქალაქიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. თქვენ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ სპეციალურ გამოშვებებში ნახავთ პირდაპირ ჩართვებს ყველა წერტილიდან. ზუსტად 4 საათში იხსნება პარლამენტის ახალი შენობა. პროექტის ავტორმა, ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დომინგო კაბომ შექმნა სპეციალური კონცეფცია. თანამედროვე არქიტექტურა ტრადიციული ქართული ელემენტებით. 7 სართულიანი შენობა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სიმბოლოს აერთიანებს. 4000 ჰექტარზე გაშლილი კომპლექსი შუშაშია განთავსებული. შუშით მოპირკეთებულ ნაგებობას აქვს 40 მეტრის სიმაღლის მინის გუმბათი, მინის ჭერი, რომელიც საქართველოს რუკის გამოსახულებით მოხატეს. შენობაში არის 271 კაბინეტი და საკონფერენციო დარბაზი. მე-7 მოწვევის პარლამენტი დღეს 26 მაისს საზეიმო სხდომას ახალ შენობაში მართავს. სხდომის შემდეგ კი ამ ქალაქში პირველად გაივლის ქართული ჯარი. პარლამენტის ახალი შენობის წინ სამხედრო აღლუმში არმიის ყველა დანაყოფი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკა, დიდგორის 3 ვარიანტი, მათ შორის უახლესი მოდელი, რომელიც აღლუმზე პირველად გამოჩნდება. კლაზიკა, საარტილერიო დანადგარი, უპილოტო საფრენი აპარატი და 100 მმ-იანი ყუმბათყორცნი. სამხედრო აღლუმს ავიაცია დაასრულებს. მოამბის გადამღები ჯგუფები მუშაობენ ყველა წერტილში. ჩვენ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ პირდაპირ ჩართვებს ქუთაისიდან, რა ხდება ახალ პარლამენტში და როგორ ემზადება ქართული არმია საზეიმო სამხედრო მსვლელობისთვის. მანამდე კი თბილისი. დღეს საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი დედაქალაქში, თავისუფლების მოედანი მოვლენების ეპიცენტრია. დამზადებულია საქართველოში დღეს 250 კომპანია ამ საერთო ნიშნით გაერთიანდა და საკუთარი ქართული წარმოების ქუჩაში გამოტანა გადაწყვიტა. თბილისში პირველად მრეწველობის აღლუმი იმართება. მოამბე თბილისიდან პირდაპირ ეთერში გადის სწორედ თავისუფლების მოედნიდან. ნინო თოლორდავა თავადაც ესწრება მრეწველობის აღლუმს. ნინო, რა ხდება საქართველოში და რას ნახავთ დღეს თქვენ თბილისში? თამარ, მივესალმები მაყურებელს. თავისუფლების მოედნიდან თბილისში მოვლენების ეპიცენტრი ტრადიციულად რუსთაველის გამზირია, რომელიც ერთი დღით საგამოფენო სივრცედ გადაიქცა. წელს აქ პირველად იმართება მრეწველობის აღლუმი, ასობით სხვადასხვა დასახელებისა და დანიშნულების პროექტი ერთი საერთო ნიშნის ქვეშ გაერთიანდა. დამზადებულია საქართველოში. მძიმე ტექნიკა, საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკა. დამთვალიერებელს დღეს აქ წარმოდგენილი პროდუქციის ყიდვაც შეუძლია. მთავარი ღონისძიების პარალელურად რამდენიმე წუთში 9 აპრილის მოედანზე ყვავილების ფესტივალიც იწყება. მარჯანიშვილის მოედანზე კი გალა კონცერტისათვის ემზადებიან, სადაც დღეს საღამოს კლასიკურ მოტივებზე შექმნილი ფოლკლორული ცეკვები პირველად სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდება. თუმცა თბილისში მიმდინარე ღონისძიებებზე რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ. ახლა კი ეთერს ჩემს კოლეგას თამარ ურუშაძეს დავუთმობ. დამზადებულია საქართველოში. ეს ფრაზა დღეს ქუთაისშიც აქტუალურია. სამხედრო აღლუმზე პირველად გამოაქვთ ახალი ტექნიკის რამდენიმე სახეობა. დიდგორის 3 ვარიანტიდან უახლესი მოდელი აღლუმზე პირველად გამოჩნდება. ასევე გამოიტანენ საქართველოში დამზადებულ ლაზიკას, საარტილერიო დანადგარებს, უპილოტო საფრენ აპარატებს და 100 მმ-იან ყუმბათყორცნებს. აღლუმში მონაწილეობას იღებს ქართული არმიის ყველა დანაყოფი, შეიარაღება, მძიმე ტექნიკა, სხვადასხვა კალიბრის ჰაუბიცები, მუხლუხოიანი ჯავშან ტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ავიაცია. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში პირველად ჩამოვიდა 5 ქვეყნის სამხედრო ორკესტრიც. დღევანდელი დღისთვის სპეციალურად შეიქმნა ნაწარმოები ბრიტანელი კომპოზიტორის მარშს, შეესრულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრი. და რატი მუჯირი ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში, რა ხდება ამ წუთებში ქუთაისში, იქ სადაც მიმდინარეობს რეპეტიცია სამხედრო აღლუმისთვის. თამარ, ირაკლიანბაშის გამზირზე ყველაფერი მზად არის, რომ იმისთვის საღამოს 2012 წლის აღლუმი ჩატარდეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი. პირველად ქუთაისში, როგორც იცით, ეს აღლუმი იქნება რამდენიმე სიახლით გამორჩეული, თუმცა იქნება ყველა ტრადიციის დაცვით, იქნება მისალმება, იქნება პრეზიდენტის სიტყვა, გარდა ამისა მიიღებენ საზეიმო ფიცს და შემდეგ დაიწყება საზეიმო მსვლელობა, რომელსაც აფორმებს ახალი მარში, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა. უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ უკვე იქნება ის, რაც ყველაზე მეტად
ჩვენთან აინტერესებს დღეს ქუთაისში და ყველას ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ეს არის ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა, სხვადასხვა მოდიფიკაციის, საშუალებების და შესაძლებლობების იარაღის შეიარაღება, ავტომობილები და საარტილერიო დანადგარები, ყველაფერი მზად არის ამისთვის. ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსაც და ისინი ამბობენ, რომ ჯარი უკვე სრულად არის მზად იმისთვის, რომ ქუთაისში პირველად გაიმართოს საზეიმო აღლუმი. მე როგორც ჯარისკაცი და საქართველოს მოქალაქე ბედნიერი ვარ იმით, რომ დღევანდელი სამხედრო აღლუმი გასულ წლებთან შედარებით უფრო მასშტაბური იქნება. საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში წარმოებული რამოდენიმე ტიპის ახალი ტექნიკა, რითაც ჩვენ ძალიან ამაყობთ. უნდა აღნიშნოს, რომ ქუთაისი უკვე დიდი ხანი არის ელოდება 2012 წლის საზეიმო აღლუმს და დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს. ყველა რეპეტიცია, რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში ქუთაისში ჩატარდა, ესწრებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და ისინი ამბობენ და აქცენტს აკეთებენ სწორედ ადგილობრივი წარმოების სამხედრო ტექნიკაზე. ისინი ამბობენ, რომ საკმაოდ ამაყები არიან იმით, რომ არსებობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აი ეს შეიარაღება. გარდა ამისა, ისინი საუბრობენ იმ მნიშვნელობაზე, რაც აქვს ქუთაისში სამხედრო აღლუმის ჩატარებას და აღნიშვნას და მოკიდებლობის დღეს. ქუთაისელებთან საუბარში კი როგორც გითხარით, ისინი ყოველ ინტერვიუზე აღნიშნავდნენ, რომ ისინი ელოდებოდნენ ამ დღეს და მოხარულები არიან, რომ ქუთაისში ტარდება და აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მთელი საქართველოს მნიშვნელობა აქვს დღეს დამოუკიდებლობის დღეა. მთელი საქართველოს ზეიმობს, მით უმეტეს ქუთაისის საქართველოს და ჩვენს ზეიმობთ. დღეს 6 საათზე დაიწყება ეს დღესასწაული პარადი ამბობენ, მაგრამ ჩვენ დილიდან მოვედით, ვიხარია, მოგილოცავთ. და ყველას გამოგიქეთ საქართველოს მშვიდობა გქონდეს, გამარჯვების დღეს და ქუთაისს და ყველას, რომ თავისუფალი ვარ, თავისუფალი საქართველოა და მშვიდობა გქონდეს. ბუნებრივია სამხედრო აღლუმზე ქვეითების და ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკასთან ერთად ტრადიციულად სამხედრო ტექნიკაც გამოჩნდება, რომელიც როგორც წესი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმებზე არის ხოლმე საქართველოში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში. იქნება როგორც შეჯავშნური ტექნიკა, ასევე артиლერია, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ქართული უპილოტო თვითმფრინავი და რა თქმა უნდა ტრადიციულად აღლუმს დაასრულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საჰაერო დანაყოფი და რეაქტიული თვითმფრინავები ქუთაისის საზზე ამჯერად უკვე მოსახავენ საქართველოს დროშის ფერებს. დიდი მადლობა, რატი ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით დღის განმავლობაში, ახლა კი დღის სხვა ახალი ამბები. პირველად საზეიმოს ხდომა ახალ შენობაში დღეს ქუთაისში კიდევ ერთი მთავარი მოვლენა ახალი პარლამენტის გახსნაა. სესიას მიწვეული სტუმრები, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული ელჩები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრებიან. 26 მაისს 4 საათს განსაკუთრებულად ელოდება ქუთაისის მოსახლეობა, იმ ქალაქის მოსახლეობა, რომელიც ქვეყნის ახალი პოლიტიკური ცენტრი ხდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ პარლამენტი უკვე ქუთაისის სავიზიტო ბარათია. გარდა იმისა, რომ ახალი მერვე მოწვევის პარლამენტი ამ შენობაში იმუშავებს, პარლამენტის გარშემო კეთდება დიდი დასასვენებელი პარკი, რომელთაც მოსახლეობა და ტურისტები ისარგებლებენ. ჯერ მხოლოდ 12 საათია, მაგრამ ავტოქარხნის ასახლებაში უკვე უამრავი ადამიანი არის მისული. და ნინო გომართელი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნინო, მე მაინტერესებს, როგორი არის პირველი შტაბეშტილება და პირველი ემოცია? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი ინტერესია იმისადმი, თუ როგორი იქნება ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობა. ინტერესია არა მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან, არამედ ძალიან დიდი ინტერესით აკურდებიან ამ ყველაფერს ჟურნალისტებით, რადგანაც ჩვენ სწორედ ახლად არჩეული 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც მოხდება პარლამენტის აშენება, როდესაც მოხდება პარლამენტის შემადგენლობის არჩევა, ამის შემდეგ ჩვენ სწორედ ჟურნალისტებს მოგვიწევს აქ მუშაობა. აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანი ველოდებით იმას, თუ როგორი იქნება ქუთაისში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დღეს დამოუკიდებლობის დღეს იხსნება ქუთაისში აშენებული ახალი პარლამენტის სხდომათა დარბაზი, ფოიე და ამასთანავე უკვე დასრულებულია გარე ფასადის მშენებლობა. როგორც ცნობილია, ქუთაისის პარლამენტის შენობის არქიტექტორი ეს არის ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბო და დასრულებულია გარე ფასადის მშენებლობა. აქ გამოყენებულია
აგებულია აქ არის 40 მეტრიანი მინის გუმბათი, ამასთანავე შენობას აქვს ორი შესასვლელი, ერთი ეს გათვალისწინებულია საზოგადოებისთვის, ხოლო მეორე ეს უკვე დეპუტატებისთვის, როგორც თავად მშენებლები და ავტორები ამ არქიტექტურის ამბობენ, ეს არის ძალიან საინტერესო არქიტექტურულად ძალიან საინტერესო შენობა არის თანამედროვე არქიტექტურა, თუმცა ამასთანავე არის გამოყენებული ქართული დეტალებიც, რაც შეეხება გარე ფასადს გადახურულია 4-ფენიანი მინით და როგორც თავად მშენებლები ამბობენ, ეს უზრუნველყოფს სტაბილურ კლიმატს. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული სამუშაო იყო, რომელიც განსაკუთრებული სპეციფიურობით გამოირჩეოდა. მასალების უმეტესობა ესპანეთში დამზადდა და სწორედ იქიდან ჩამოვიტანეთ. ასოცაციანი ჯგუფი 3 თვის განმავლობაში მუშაობდით იმისთვის, რომ შედეგი იდეალური ყოფილიყო. 4200 მეტრის ფართობზე იქნება გაშლილი მთელი პარლამენტის შენობა, აქ იქნება 217 ოთახი, იქნება ოთახები პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ქვეყნის პირველი პირისთვის, ამასთანავე იქნება ბიუროს ოთახები, იქნება საკონფერენციო დარბაზი, როგორც ცნობილია, დღეს იხსნება სხდომათა დარბაზში, რომელშიც 26 მაისის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება საზეიმო სხდომა. სწორედ ეს დარბაზი არის, როგორც თავად მისი დამპროექტებლები ამბობენ, გამორჩეული ის განსხვავდება ამჟამად მოქმედი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზიდან. ეს გადაწყვეტილია ორ ფერში, საქართველოს დროშის ფერებში, წითელი და თეთრი. დარბაზი არის სულ სხვანაირად დაპროექტებული. აქ დეპუტატებს ელოდებათ რამდენიმე სიახლე, მათ შორის ერთ-ერთი არის ის, რომ დეპუტატებისთვის იქნება საერთო ტრიბუნა, არა ისე როგორც ამჟამად მოქმედ პარლამენტშია, იქნება საერთო ტრიბუნა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს. ამასთანავე კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ თითოეულ მაგიდასთან დამონტაჟებულია ინდივიდუალური მიკროფონი და აქედან გამომდინარე დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის შემთხვევაში რიგში დგომა აღარ მოუწევთ, სპეციალური ღილაკი ექნებათ მათ თავისავე მაგიდასთან, რომლის მეშვეობითაც დარეგისტრირდებიან და ავტომატურად როცა დრო მოვა, ავტომატურად ჩაირთვება მათთვის მიკროფონი. საკმაოდ რთული იყო მისი ფუნდამენტი, შენობა დგას 1200 წელ ხიმილზე, საკმაოდ მყარ ფუნდამენტზე. შეიძლება და საკმაოდ ბევრი ბეტონი დაიხარჯა მის ფუნდამენტზე. ძალიან რთული კონსტრუქცია არის მეტალის, რომლითაც არის გუმბათი გაკეთებული, თქვენ ხედავთ ალბათ კადრში. კამარა საკმაოდ რთული კონსტრუქცია, რომელიც მოპირკეთებულია ფიბრობეტონით, რომელიც არის თანამედროვე მასალა. პარლამენტის შენობაში, ქუთაისში განლაგებულ პარლამენტის ახალ შენობაში სიახლეები იქნება არა მხოლოდ დეპუტატებისთვის, არამედ ჟურნალისტებისთვისაც. აქ ტრანსლაცია მოხდება სულ სხვანაირად, არ იქნება საჭირო გადამღები ჯგუფების შენობაში მუშაობა, აქ იქნება საერთო ჯამში 42 ტელეკამერა, რომელიც მოახდენს ტრანსლაციას პარლამენტის სხდომის, ასევე საკომიტეტო მოსმენების და აქედან გამომდინარე ამ ტექნიკურად ამ ყველაფერს ქართულ სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოფენ უცხოელი სპეციალისტები, როგორც ისინი ამბობენ, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ 26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი დაგეგმილ სპეციალურად დღეს სხდომათა დარბაზის გახსნისთვის ყველაფერი მზად არის. პლენარულ დარბაზში ჩვენ გვაქვს 7 ავტომატურად კონტროლირებადი კამერა, სხვა დარბაზებში კი 26. ერთდროულად შეგვიძლია 6 წერტილიდან მასალის ჩაწერაც და ტრანსლირებაც. შენობის შიგნითაც და გარეთაც გვაქვს ყველანაირი აღჭურვილობა იმისათვის, რომ პარლამენტის მუშაობა მაქსიმალურად კარგად გაშუქდეს. პარლამენტის შენობის გახსნა დღის მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა მიუხედავად ამისა, იმდენად დიდია მოსახლეობის ინტერესი, რომ ამ ქუჩაზე ისინი იკრიბებიან. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასთვის ის, რომ სულ ცოტა ხანში პარლამენტი ხდება ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი. ქუთაისი მზად არის იმისათვის, რომ ჩატარდეს საზეიმო სხდომა, პირველი ერთჯერადი საზეიმო სხდომა. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ არა მხოლოდ ქუთაისი, არამედ სრულად დასავლეთ საქართველოს იქნეს სრულად ჩართული ჩვენი ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ და ასევე ეკონომიკურ განვითარების გეგმაში. პარლამენტი ძალიან და მიხარია, რომ გახდეთ საპარლამენტო ქალაქიც და უბანიც. უფრო მრავალფეროვანი გახდება, უფრო ამაზია ქავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იქნება ქუთაისში და ქუთაისი იქნება საპარლამენტო ქალაქი. რავი, ყველასთვის ძალიან დიდი პრივილეგია იქნება და რავი, ქალაქსაც უფრო მეტი დატვირთვა იქნება.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობის მშენებლობა სრულად დასრულდება ოქტომბერში. ამ დროისთვის დასრულებული იქნება ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის მოწყობა. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ახალ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობას აირჩევს, აქ ყველაფერი ამისთვის მზად იქნება. მადლობა ნინო, მედროები და გემშვიდობები მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ეს იყო ნინო გომართელი და პირდაპირ ჩართო საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და პირველი კადრები, რომელიც ამ შენობაშია გადაღებული. თაბარ მოვლენამდე რამდენიმე საათი რჩება, ორგანიზატორები ბოლო დეტალებს აზუსტებენ. განსაკუთრებულად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები ამ წუთებში პარლამენტში სცენაზე და ტრიბუნებთან კინოლოგების საგანგებო ჯგუფი მუშაობს. ყველა დეტალს თავად ამოწმებს უსაფრთხოების სამსახური. ადგილებს, რომლებიც მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის დიპლომატებმა უნდა დაიკავონ და ტრიბუნებს, სადაც გამოსვლელების ადგილები არის განთავსებული. ამ დროისთვის უკვე ბევრი მნახველი არის მისული მრეწველობის აღლუმზეს თბილისში. ჩვენ სპეციალურად დღევანდელი დღისთვის მუშაობთ ქუჩაში ხალხთან ერთად. ნინო თოლორდავა დგას ზუსტად იქ, სადაც ქართული წარმოების ასობი დასახელების და დანიშნულების პროდუქტი გამოაქვთ. ნინო, როგორი არის ხალხის შთაბეჭდილება? თამარ, მრეწველობის აღლუმი დამზადებულია საქართველოში სულ რამდენიმე წუთია, რაც დაიწყო. დღეს 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მოსული ადამიანები პირველად დაესწრებიან ექსპოზიციას, სადაც ყველა პროდუქტი ჩვენს ქვეყანაშია წარმოებული. როგორც უკვე გითხარით, ღონისძიება სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქ წარმოდგენილია ასობით სხვადასხვა დასახელებისა და დანიშნულების პროდუქტი. მათ შორის რესპუბლიკის მოედნის ძირითადი ნაწილი დაეთმო მძიმე ტექნიკას. აღლუმზე მისული მოქალაქეები პირველად იხილავენ სამეცნიერო ტექნიკურ ბაზა დელტაზე დამზადებულ უპილოტო თვითმფრინავს, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ლაზიკას და ზალპური სისტემის, რეაქტიულ საარტილერიო დანადგარს, ასევე ცეცხლსასროლ იარაღებსა და ნაღმთქორწინებს. აღლუმზე უკვე მეორედ არის წარმოდგენილი პირველი ქართული ჯავშან მანქანა დიდგორის ორივე ვერსიაც. და ნიკა მოლოდინაშვილს შევთავთ პირდაპირ ეთერში დილიდან მრეწველობის აღლუმზე იმყოფება. ნიკა, უფრო დეტალურად თუ შეგიძლია აღწერო, რა სახის ტექნიკაა წარმოდგენილი აღლუმზე? მოედანზე მთლიანად არის წარმოდგენილი საქართველოში დამზადებული როგორც ჯავშან ტექნიკა, ასევე სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღები. დავიწყებ ჯავშან მანქანების აღწერილობით. ამჟამად ვიმყოფები ლაზიკას გვერდით და გეტყვით, რომ უკვე ყველასთვის ცნობილი არის ამ ჯავშან მანქანის დეტალები, თუმცა შევეცდები მოკლე აღწერილობა წარმოვაჩინო ამ მანქანების. ძირითადად გეტყვით, რომ ეს მანქანა აღჭურვილი არის კომბინირებული ჯავშანით, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ეკიპაჟის წევრებს, ასევე უზრუნველყოფს შიგნით დესანტის უსაფრთხოებას, რადგან ის საკმაოდ უძლებს სხვადასხვა ნამსხვრევებისგან იცავს ეკიპაჟის წევრებს. გარდა ამისა, ლაზიკა არის აღჭურვილი ასევე როგორც დღეღამის, ასევე თერმული ხედვის კამერებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მასზე არის განთავსებული ორი სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის 23 მმ-იანი ქვემეხი და ასევე 7.62 მმ-იანი ცეცხლსასროლი იარაღი. გარდა ამისა, გეტყვით, რომ ლაზიკას დანიშნულება არის ძირითადად ცოცხალი ძალის და ასევე დესანტის ტრანსპორტირება და დანიშნულება აქვს ცოცხალი ძალის განადგურება. ასევე ჩემს გვერდით აქ დგას პირველად არის ფათაშორის წარმოდგენილი ეს ჯავშან მანქანა, რომელიც არის უკვე შემდგომი მოდელი დიდგორი 1-ის და დიდგორი 2-ის. გეტყვით, რომ ეს მანქანაც ასევე არის საკმაოდ კარგად ჯაჯავშნული, დაახლოებით 6 ტონა ტროტილის აფეთქების ტალღას უძლებს ეს ავტომანქანა, რომელიც მთლიანად უსაფრთხოს გზის ეკიპაჟის წევრების მდგომარეობას. გარდა ამისა, ისევე როგორც დიდგორერს და დიდგორორს, ასევე ამ ავტომანქანასაც გააჩნია თანამედროვე ტიპის და სისტემის, ჰარისის ტიპის რაციის სისტემები, რომელიც შტაბთან კავშირს ამყარებს დაახლოებით 11 კილომეტრ რადიუსზე და გარდა ამისა გააჩნია შიდა სარაციო სისტემა, რომელიც 5 კილომეტრის რადიუსი ახდენს კავშირს ერთმანეთთან. ამ მანქანის და ამ ჯავშან მანქანის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ეკიპაჟის წევრებს შესაძლებლობა აქვს, რომ კაბინიდან გადმოუსვლელად აწარმოონ და გახსნან ცეცხლი მოწინააღმდეგის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ამ შემთხვევაში ეკიპაჟის და დესანტის წევრების მდგომარეობას. რომელიც დღეს წარმოდგენილია გამოფენაზე, ისინი დამზადებული არის მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიებითა და მიღწევებით. ისინი საშუალებას მისცემს შეიარაღებულ ძალებს უკეთესად და ეფექტურად აწარმოოს თავიანთი ამოცანების შესრულება. ჩემთვის როგორც სამხედრო მოსამსახურისთვის საამოყოა, რომ გვეყოლება ქართული წარმოების ტექნიკა.
და კიდევ უფრო მეამაყება ის, რომ ქართველმა მწარმოებლებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს სამხედროების უსაფრთხოება აღნიშნული ტექნიკის შექმნის დროს. ძირითადად სამხედრო ტექნიკის სანახავად მოვედი და ძალიან კარგია. დაცულია და კომფორტულია. გადასაყვანად სამხედროები უფრო დაცულები იქნებიან, კომფორტულად იქნებიან. შესაძლებლობები პირველი წარმოებისთვის დამაკმაყოფილებენ. ჩავშან მანქანების გარდა ასევე დღეს წარმოდგებული არის საქართველოში წარმოებული სხვა სამხედრო ტექნიკა. ამ ტერიტორიის უკან უკვე რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე არის წარმოდგენილი საქართველოში სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავები, ტამ ჯეტის სახელწოდებით ცნობილი და ასევე ელიტ ჯეტის სახელით ცნობილი 4 ადგილიანი და 7 ადგილიანი თვითმფრინავები, გარდა ამისა ასევე უპილოტო თვითმფრინავები და ასევე ხელყუმბარები, ნავთქორცნები 60 მმ-იანი, 82 მმ და 120 მმ-იანი და პირველად ასევე წარმოდგენილი არის სპეციალურ სტენდზე პისტოლეტი ასევე ქართული წარმოების, რომელიც არის 13 ვაზნიანი და მას გააჩნია და მასთვის გამოიყენება 9 მმ-იანი ვაზნები და მას სამიზნე გასროლა აქვს დაახლოებით 50 მეტრის რადიუსით. გარდა ამისა ასევე სპეციალურ სტენდზე არის წარმოდგენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი J5 სახელით ცნობილი, რომელსაც აღჭურვილი არის 30 ვაზნიანი მჭიდით და ასევე მას გააჩნია 500-600 მეტრის სიგრძეზე ზუსტი გასროლა განახორციელოს. მთლიანობაში ამ ავტომატის წონა არის 840 მმ-ის სიგრძის არის და რაც შეეხება წონას ის 3 კილო და 400 გრამია. პისტოლეტი მომეწონა, მაგალითად ძალიან საინტერესოა შაშხანა მაყურჩი ტიპი. სნაიპერული დანიშნულების შაშხანა ბავშვები. საინტერესო და ახალი ტექნოლოგიებით არის დამზადებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მონაცემები რა თქმა უნდა მოცემულია ყველაფერი. და წარმოდგენილი რაც არის თავარია საქართველოსია დამზადებული პირველ რიგში და რაიონის იერარქიას გვირდები და მონაცემებს გითხულობ და ტანკსენაუბრებს უბრალოდ. როგორც გითხარი, საკმაოდ ბევრი დასახელების იარაღი არის საქართველოში წარმოებული დღეს ვარდების მოედანზე წარმოდგენილი და შემდეგი გამოშვებისთვის შევეცდები უკვე ინფორმაცია მოგაწოდოთ იმ სხვა სახეობის იარაღების შესახებ. დიდი მადლობა ნიკა, ის ხო ნიკა მოლოდინაშვილი, რომელიც ვარდების მოედნიდან გვერდსროდა პირდაპირ ეთერში. მრეწველობის აღლუმზე დამზადებულია საქართველოში ჩვენს ქვეყანაში წარმოებულ სამხედრო ტექნიკასთან ერთად გამოტანილია სხვა პროდუქციაც. გამოფენა გაყიდვაზე ქალაქის მთავარ გამზირზე საკუთარი ნაწარმი 250-ზე მეტმა კომპანიამ გამოფინა. აქ არის ადგილობრივად დამზადებული ავეჯი, სამშენებლო მასალები, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკა, ტექსტილი, ლითონის ნაკეთობები, ფარმაცევტული ნაწარმი, ლაზერული გრავიურა, მეტროს ვაგონები, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები და საკვები პროდუქტები. ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაციისა და ეკონომიკის გავითარების ხელშეწყობის მიზნით სამრეწველო აღლუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება. სოფო მდინარაძე განაგრძობს თემას მოამბის პირდაპირ ეთერში. სოფო, რამდენად დიდია ინტერესი ექსპოზიციაზე წარმოდგენილი პროდუქტების მიმართ? ნინო, სამრეწველო აღლუმის მიმართ ინტერესი ნამდვილად ძალიან დიდია. აქ რუსთაველის გამზიზე დილიდან მოდიან როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოსახლეობა, ასევე უცხოელი ტურისტები, რომლებსაც აინტერესებთ ნახონ თუ რა არის დამზადებული საქართველოში. ეხლა ჩემს უკან თქვენ ხედავთ სისტენას და ასევე მეტროს ვაგონს, რომელიც დამზადდა საქართველოში. მეტროს ვაგონი აწყობილია თბილისში, ის დღეს პირველად გამოიტანეს რუსთაველზე, მოსახლეობას კი მისი სარგებლობა მეტროთი ძალიან მალე შეეძლებათ. გამოტანილია მეტროს ახალი ვაგონი, მოდერნიზებული ელექტრომექანიკური მართვიდან გადაყვანილია ტურისტულ მართვაზე, შეცვლილია მთლიანად ინტერიერი და არის აბსოლუტურად ახალი ვაგონი. ჩვენ ვაწარმოებთ თიხის ფილას მესხეთში, მესხური თიხით. ყველაფერს ვაკეთებთ ხელით, არის აბსოლუტურად ბუნებრივი, ქართული ყველაფერი და მივიღეთ მონაწილეობა, ვაჩვენოთ ყველას, რომ არსებობს საქართველოში ასეთი კარგი მოსაპირკეთებელი თიხის ფილა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ბედნიერ საქართველოში იცხოვრეთ. ყველაფერი ძალიან მზადდებოდა. არ ვიცოდი, პირველად ეხლა მივხვდი და ამაყი ვარ და ბედნიერი ვარ.
რუსთაველის გამზირზე სულ 250-მა ქართულმა კომპანიამ გამოიტანა საკუთარი პროდუქცია. აქ მოსულ მოსახლეობას შეუძლია საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ იყერება ქართული ტანსაცმელი, ასევე როგორ მზადება სხვა სახის პროდუქცია. პარალელურად კი შეუძლია დააგემონოს საქართველოში დამზადებული ქართული ღვინო. ჩვენი მხრივ მზადყოფნა არის ყველა ასე ვთქვათ კომპანია უკვე წარმოდგენილი სახეზეა თავისი პროდუქციით გამოფენილი არის რუსთაველის გამზირზე. ეს პროდუქცია არის დაყოფილი სეგმენტებად. რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული არის 4 სცენა, სადაც მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის კონცერტი, რაც შეეხება აღლუმს, მრეწველობის აღლუმს, ის მთელი დღის განმავლობაში გაიმართება და საღამოს დასრულდება. დიდი მადლობა სოფო დინარაძე საუბრობდა რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ ეთერში. მრეწველობის აღლუმის პარალელურად ამ წუთებში ყვავილების ფესტივალიც, ანუ ვარდობის თვე იწყება. ღონისძიებამ წელს ადგილი შეიცვალა და შარდენის ქუჩიდან 9 აპრილის ბაღში გადაინაცვლა. მაშინ მონაწილეობას 70-მდე კომპანია იღებს. ექსპოზიციაზე პროდუქციას კერძო კოლექციონერებიც გამოფენენ. წელს პირველად მინიატურული და დიდი ზომის მცენარეები სტენდების ნაცვლად სპეციალურად შექმნილ სხვადასხვა ფერის ღია მანქანებში განალაგეს. უნიკალური იშვიათი ჯიშის ყვავილები კი ბეტონის, მინისა და სარკის ლარნაკებშია მოთავსებული. 250-მდე ჯიშის მცენარესთან ერთად ფესტივალზე დამთვალიერებელს ურბანული ავეჯის, საბაღე ინვენტარისა და ბაღის მოწყობისათვის საჭირო პროდუქციის შეძენაც შეუძლია. თბილისი ყვავილების ფესტივალს წელს მერვედ მასპინძლობს. ყოველ წელს ღებულობ მონაწილეობას ასეთ ფართომასშტაბიან გამოფენებში. წელსაც რა თქმა უნდა წარმოდგენილი მაქვს ჩემი საკუთარი კოლექცია. აქ მაქვს ძალიან დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის მცენარეები, როგორც დეკორატიული მცენარეები, მოყვავილი მცენარეები, კაქტუსები, სუკულენტები. ძალიან დინამიურად ვითარდება ამ 8 წლის განმავლობაში. წელს მერვეთა არის და ყოველთვის ძალიან იმატებს მონაწილეების რიცხვი, მაგრამ წელს ძალიან ბევრი არის. 100-მდე ფლორისტი არის დღეს მონაწილე და სადღაც ალბათ 150-მდე ჯიშის მცენარე და კიდევ უფრო მეტი 250-ზე მეტი სახეობა ამ ჯიშების. სხვადასხვა კუთხით ცეკვები ღიაც ის ქვეშ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მარჯანიშვილის მოედანზე ქართული ნაციონალური ბალეტის გალა კონცერტით დასრულდება. სოხიშვილები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ ცეკვებს წარმოადგენენ. საღამოსათვის კლასიკური ცეკვების მოტივებზე დაიდგა რამდენიმე ახალი კომპოზიცია. პირველად ანსამბლის ისტორიაში ცეკვები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდება. მუსიკალურ გაფორმებაზე ნიკოლოზ რაჭველმა იმუშავა. თბილისის განახლებულ უბანში სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე ამ წუთებში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. მოწმდება ხმისა და განათების სისტემა. ვიკა ბუკია იმყოფება მარჯანიშვილის მოედანზე, რომელსაც ჩავხთავთ პირდაპირ ეთერში. ვიკა, რა ეტაპზეა სამზადისი გალა კონცერტისათვის? ნინო, დღევანდელი კონცერტი არის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი მოვლენა და ბუნებრივია აქტიურად მიმდინარეობს ამ წუთებში სამზადისი. ეხლა ადგენენ უკვე ბოლო ტექნიკურ დეტალებს. 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა დღევანდელი კონცერტის სამზადისში, რაც ნიშნავს იმას, რომ ვივარაუდოთ უნდა რომ საკმაოდ მასშტაბური იქნება კონცერტი, თავად როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე შინაარსით. აქ უკვე დამონტაჟებულია სცენა, გრანდიოზული სცენა, მათ ვინც ვერ მოხდება სცენასთან ახლოს, საშუალება ექნება თვალყური ადევნოს კონცერტს უკვე უზარმაზარი მონიტორებიდან, რომელიც პრინციპში აქ უკვე დამონტაჟებულია და ცოტა ხანში აქ რეპეტიციაც გაიმართება. რაც შეეხება თავად პროგრამას, სუხიშვილები და ეროვნულ სიმფონიური ორკესტრი ნიკა რაჭველის დირიჟორობის. ეს სინთეზი არის ყველაზე დიდი ხიბლი ალბათ დღევანდელი კონცერტისა. ამ ტანდემს ჯერ პრეცედენტი არ ქონია და ბუნებრივია ძალიან დიდი ინტერესით ელიან იმ პროგრამას, რომელიც მომზადებულია დღევანდელი კონცერტისთვის. ეს არის პირველი ესეთი ფართო მასშტაბიანი ცდა, ექსპერიმენტი, სადაც სიმფონიური ორკესტრი გაუწევს სუხიშვილის აკომპანიმენტს უამრავი ახალი მუსიკით და უამრავი ძველი მუსიკის ახლებური გაორკესტრებით. აქედან გამომდინარე, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ექსპერიმენტი, რომლითაც თვითონ ილიკოს და ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება სავსეა, ამჯერად გაამართლებს. ყველას უყვარს სუხიშვილები, ყველას უყვარს ცოცხალი მუსიკა და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ხალხი მოვა, რისთვისაც ჩვენ გავითვალისწინებთ უზარმაზარი ეკრანები, რასაც პირდაპირ ეთერში ნახავენ, ანუ ყველაფერს დეტალურად შესაბამისად მხედველობის პრობლემაც არ იქნება. სულ ცოტა ხანში აქ უკვე გენერალური რეპეტიცია დაიწყება. მე შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი დღეს 10 საათზე დაიწყება მარჯანიშვილის მოედანზე.
დიდი მადლობა ვიკა, გალა კონცერტამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა, ეს ხო ვიკა ბუკია, რომელიც მარჯანიშვილის მოედნიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მაყურებელს დაუვიწყარი საღამო ელოდება დღეს ქუთაისში, სადაც მათ წინაშე გალა კონცერტზე ცნობილი მუსიკოსები და ოპერის ვარსკვლავები წარსდგებიან. უბრუნდებით კლუბ ქუთაისს, სადაც ჩემი კოლეგა იმყოფება. თამარ, როგორ ემზადებიან მეორე დედაქალაქში დღის დასკვნითი ნაწილისათვის? ნინო, შესაძლოა ითქვას, რომ ყველაფერი მზად არის და დღეს ქუთაისში საზეიმო ღონისძიებებს კლასიკური მუსიკის კონცერტი დაასრულებს. ქუთაისში უკვე ჩამოსულები არიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები, ცნობილი ამერიკელი მევიოლინე კეროლაინ კემბელი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და ნინო სურგულაძე. შესრულდება შოპენის საფორტეპიანო კონცერტი და გია ყანჩელის მუსიკა. პარლამენტის გვერდით უკვე გამზადებულია სპეციალურად ამოდაჯებული სცენა. კონცერტი 9 საათზე დაიწყება. საღამოს ფეიერვერკი დაასრულებს. დღეს გაიმართება დასკვნითი საღამო ფესტივალი საქართველოს მომავლის. მონაწილეები არიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და ნიჭიერთა მუსიკალური 10 წლედი. ასევე მოწვეული გვყავს სტუმრები ნინო სურგულაძე, ხატია ბუნიათიშვილი, კაროლინა კემბელი. სიმბოლური თარიღი ქვეყნის ისტორიაში 26 მაისი დღე, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა. 1918 წელს ქვეყნის პირველმა მთავრობამ ქვეყანას 117 წლის წინ დაკარგული დამოუკიდებლობა დაუბრუნა. ნოე ჯორდანიას ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის სეიმის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. დამოუკიდებლობის აქტის ტექსტზე ზურაბ ბავალიშვილის თაოსნობით ექვთიმე თაყაიშვილმა, მიხა კოწერეთელმა და თლიანად ილია ჭავჭავაძის გუნდმა დაიწყო. დაფუძნებელმა კრებამ პირველი ვარიანტი დაიწუნა და საბოლოოდ მოკლე ვერსიაზე შეთანხმდნენ, რომელიც სულ 5 პუნქტისგან შედგებოდა. აქტის ხელმოწერას უზენაესი საბჭოს შენობის გარეთ ათასობით ადამიანი ელოდა. პირველი ხელმოწერა ნოე ჯორდანიას, ნოე რამიშვილს და ექვთიმე თაყაიშვილს ეკუთვნით. საქართველოს წმინდა გიორგის გერბით და სახელმწიფო ბეჭდით დამოწმებული დამოუკიდებლობის აქტით სუვერენიტეტი გამოცხადდა. ახლად შექმნილი დამოუკიდებლობის აქტის რატიფიცირებით შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მას შემდეგ 26 მაისი საქართველოში ეროვნული დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. 1918 წლის 26 მაისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე გამუდმებით იბრძოდა თავისი ეროვნული დამოუკიდებლობის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის. მართალია, ამ 3 წლის განმავლობაში ბევრი სიძნელეების გადალახვა მოუხდათ, ბევრი შეცდომებიც მოუვიდათ, მაგრამ ძირითადი ხაზი სახელმწიფოებრივი განვითარებისა სწორი იყო და ასეთ უწარიმართებოდა, ალბათ შედეგებიც უკეთესი იქნებოდა. 1918 წლის 26 მაისი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი. ამან განსაზღვრა ამ თარიღმა ქართველი ერის მთელი მომავალი. მან არამარტო დასაბამი დაუდო კოლონიური უღლის დამხობას საქართველოში, არამედ ამავე დროს დასაბამი დაუდო ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობას. ეროვნულ დღესასწაულს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს და ქართველ ხალხს ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. საგანგებო განცხადება გავრცელა შეერთებული შტატების მთავრობამ. ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოში ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ისევ უბრუნდებით თბილისს და ნინო თოლორდავას. ნინო, როდის დაიგეგმა მაღალი რანგის ვიზიტი და რა წერია განცხადებაში? თამარ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირველმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მიულოცა. ჰილარი კლინტონის სპეციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტ ობამას და ამერიკელი ხალხის სახელით გულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს თარიღი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველო ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების 20 წლის თავს აღნიშნავთ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე თანამედროვე ინსტიტუციების მშენებლობაში და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ნათქვამია ჰილარი კლინტონის მილოცვის ტექსტში. სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ქართული ხალხის გვერდით ვიდექით 20 წლის წინ, როდესაც თქვენ ხელახლა მოიპოვეთ დამოუკიდებლობა და ამერიკა თქვენს გვერდით დგას დღესაც, ამბობს ჰილარი კლინტონი. მილოცვის ტექსტში სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. მე მექნება შანსი მოვინახულო ბათუმი, მივიღო ქართველი ხალხის განსაკუთრებული სითბო და კიდევ ერთხელ დავადასტურო მათ წინაშე ჩვენი ერთგულება, წერს ჰილარი კლინტონი.
ჯასუხ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი მიღება გაიმართა. ღონისძიება დიპლომატიური კორპუსისათვის ჩატარდა. მისი მიზანი უცხოელ დიპლომატებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაა. ასეთი სახის მიღება საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად ატარებს. კონცერტი თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა საქართველოს ჰიმნით გახსნა. ორკესტრის ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. კონცერტს დაესწრება მთელი დიპლომატიური კორპუსი, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში, ელჩები, სამხედრო ატაშეები, კულტურული ატაშეები და ასე შემდეგ. მოკლედ მთელი ის საერთაშორისო ურთიერთობები და ჩვენი მეგობრები, ვინც არიან უცხოეთის ქვეყნებიდან. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. აქ თბილისში კონცერტები ყოველთვის მშვენიერია და დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ასეთი გამოვიდა. მე მინდა მივულოცო ქართულ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს მართლაც არაჩვეულებრივი დღესასწაულია. დიპლომატის თვალი დაანახული საქართველო ამ სახელწოდების ფოტო გამოფენა კი ამერიკის მეგობართა კლუბის ინიციატივით მოეწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღია ცისქვეშ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მეუღლის პერსონალური ფოტოები და ქართული კუთხეების დამახასიათებელი მინიატურები გამოიფინა. გამოფენა საქართველოსა და ამერიკის 20 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებსაც მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ. წარმოვადგინეთ აქ ჩვენი გამოცემული ხელნაკეთი მინიატურული წიგნები და ნახატები, რომელსაც დაახლოებით 6-7 წელია გამოვცემთ. ყველა ჩვენი გამოცემა არის ხელით შესრულებული, ტყავზე, ნატურალურ ნაჭერზე და ქაღალდზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ქართველი ჯარისკაცები საქართველოში შეკერილი ახალი ფორმები წარდგებიან. ფორმები სპეციალურად მათთვის სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტას დაქვემდებარებაში მყოფმა საწარმომ შეგერა. ქარხანა დიზაინერ თათა ვარდანიშვილის ხელმძღვანელობით ფორმებს ქართველი ჯარისათვის 2010 წლიდან აწარმოებს. საწარმო ჯარისკაცებისათვის სამხედრო ფორმებს ყოველდღიურ განისამოს, სამხედრო ფეხსაცმელსა და ყოველდღიურ ფორმებს გერავს. ყველაზე მთავარი და უპირატესი არის საველე ფორმა, რომელსაც ჯარისკაცებისთვის ვაწარმოებ და ასევე სამხედრო ბატინკები. ასეთი მდგომარეობა ამ დროისათვის თბილისში. თუ რა ხდება ქუთაისში, ამას კიდევ ერთხელ გვეტყვის ჩემი კოლეგა თამარ ურუშაძე, რომელსაც დღეს ეთერი მეორე დედაქალაქიდან მიყავს. ნინო, ჩვენ ყველა ერთად ველოდებით დღის მთავარი მოვლენების განვითარებას, ახალი პარლამენტის გახსნას და საზეიმო აღლუმს, რომელიც ქუთაისში ჩაივლის. მოამბის გადამღები ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას თქვენთვის, იმისთვის რომ ზუსტად 4 საათზე ჩვენ აქედან პირველებმა გითხრათ და მოგვიყვეთ დღის ყველა სიახლე და საინტერესო დეტალები. ნახვამდის.